არა, მანქანები აზრი არ აქვს. ვისთვისაც უცხო რამეა სილო არენა, ორი სიტყვით გეტყვით, იქ რა ხდება. წარმოიდგინეთ რაღაც ტერიტორია, შიგნით სხვადასხვა ფორმის ბალახის მოედნები რო ჩასვა და რაც დარჩება იქ რო დაასხა ასფალტი და გამოვა ლილო არენა. ეგ რაში გვარგია ჩვენ მოტომოყვარულებს ეგ ლილო არენა. მიდიხარ მანდ და მოხვევას, აზროვნებას, ჯამურად ტარებას სწავლობ დაცულ გარემოში მინიმალური სიჩქარით, იმიტომ რომ საკმაოდ პატარაა ეს ტერიტორია, კარტინგის ტრეკის ზომა, რავი, დრიფტკარები ერთობიან, მოკლედ ლილო არენა ბევრმა იცით რაც არის. აი 10 წელი ხო ვიძახი რომ მოტოს რო იყდით და მართვის მოწყობას რო აიღებთ ეგრევე ქუჩაში არ გავარდეთ, ჯერ სადმე სარიელ პარკინგზე წადით, იქ ბოთლებიან, კონუსები დააწყვეთ და მანევრზე დამუხრუჭებაზე, აჩქარებაზე იმეცადინეთ მიეჩვიეთ მეთქი, ან მოტოსკოლაში დამატებით გაკვეთილები აიღეთ თქო. აი, მაგის ალტერნატივა ესეც, ოღონდ რა თქმა უნდა, ბევრად დახვეწილი, ბევრად დიდი სივრცით და ნუ მეზობელი პატრულს არ გამოიძახებს და მაყურში ჯარიმას არავინ არ დაგიწერთ. მოდიან აქვე ვარჯიშობენ, მიდიან რა. მოტოს შენახვის საშუალებაც ხო არ არის აქვე. გაუმარჯოს. გიორგი. სასიამოვნოა. არა, მადლობა, წამოვიღე მეც. გამარჯობა, ერთი ცივი ყავა მინდა. აქ მოხვალთ, გემრიელ ყავას მიერთმევთ. მანქანას დატენით, თუ ელექტრომანქანით ხართ, გააგრძელებთ მერე დიდგორი ასურეთისკენ გზას. აი ესეთი საჩუქარიც მივიღეთ. შეგიძლიათ უთხრათ კოდური სიტყვა სკინი, ან უთხრათ რომ სუპერ სკინიდან მოხვედით აქ და 20%-იან ფასდაკლებას მიიღებთ. Facebook ჯგუფი არის, რომელსაც გავარკვევ ზუსტად როგორ ქვია, დავდებ ან ვიდეო სახწერაში, ან პირველ კომენტარში. წინას წარიწერებიან რომელ დღეს და რომელ საათებშია მისვლა შესაძლებელი, იმიტომ რომ მან მოტოების გარდა ძალიან ბევრი სხვა რაღაც ხდება, კარტინგი, დრიფტი, ასე შემდეგ. მოკლედ მიდიხარ მანდ და 50 ლარად 3 საათით იყენებ აი ამ სივრცეს. ეგა. ვაფშე ვერ დავიმახსოვრე. ნახე მე პირდაპირ მივდიოდი ახლა. ესე არის თუ ცვლით ხოლმე ამას. ხო, რაღაცა პერიოდი მინდა რომ просто დავიმახსოვრო რა ხდება. 30 გორაობა, ნუ ბევრი კრუგის მერე გაიხსნება რა. კიდევ ხო არ გავაჩერო და გადავაგდო ეგ მე შურუპი არის ზევით იყურება. ვიღაცა გადაულის, ვაფშე მანდ რატო ვიყურები არ ვიცი. просто დამამახსოვრდეს ვინმეს არ შევ. აქ ეხა უეჭველი აქეთ არის, მერე მარჯვნივ. აქეთ შევდივარ მარჯვნივ. თუ ტოვებ არა შევდივარ. ოპა. ბევრი ალბათ გითხავთ რა სიმჭირდება საერთოდ მან მისვლა. ეხლა რო გითხრათ რომ მან რაღაცებს ისწავლით და მერე მაგით კარიერას აიწყოთ ფულსისოვით თქო, ალბათ ხვდებით რომ ტყუილი არ. პირიქით იგით თუ რაღაცას დახარჯავთ. საბურავი დაგჭირდება, GPS-ი მოგინდება რომ დრო უფრო ზუსტად გაზომო რომ მობილურის აპლიკაციებით არის უწაო. ექშენ კამერა მოგინდება, მერე იმისი ხო დამჭერი მოგინდება, ბენზინი, ჯაჭვის მოლა, მიკროფონი მოგინდება წესიერითიც ეხა ხმას ვიწერ. მოკლედ მე არ ვიცი თქვენ რა мотиваცია მიგიყვანთ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში იყო ის რომ მეგობარმა ბოლო წლების განმავლობაში მეუბნება, აი ალბათ ერთი 10 ჯერ მითხრა რომ მივდივარ წამო და ერთხელაც მაჩვენე მეთქი რა ხდება. გამიგდო პატარა ნაგლეჯი, აი ეს ვიდეო და რავი მომეწონა ძალიან, მეთქი რა კაია, წავედი, გავყევი, რავი ძალიან ვისიამოვნე, ვისაც მოგბეზრდათ ქალაქში გორაობა და რაღაც ახლის სწავლაც გინდათ. ძალიან კაი საშუალება არის იმისი რომ შვიდად დაცულ გარემოში გაერკვეთ რაღაცებში. რავი, ბევრია იქ დამწყებიც, გამოსტილიც, აიცნობ იმ ხალხს რომ როგორ ხდება მოკლედ რა, ეხლა მე დიდად სოციალურად აქტიური პიროვნება არ ვარ, ვინც მისნობთ იცით, მაგრამ ნუ ესეთ სიტუაციაა მოკლედ რა. მე აგერ მე 10 წელს დამაინტერესა, ვიღაცას საერთოდ არ დააინტერესებს და ჩემზე ბევრად ბედნიერიც იქნება სავარაუდოდ, არ ვიცი. ასე რომ ეს რამის საზომი არ არის და არავინ ვალდებული არ არის, ხო რა ხვალიდანვე იქ გაიქცეთ. ანუ ამას თუ იზავთ თქვენი თავისთვის, თქვენი უსაფრთხოებისთვისაც დიდწილად და თქვენ თავს აჩუქებთ გამოცდილებას, რომელიც მე ქუჩაშიც ბუნებრივია, რომ ძალიან კარგად გამოგადგება და საერთოდ სხვანაირი თვალით შეგახედებთ იმას თუ რასაც და როგორც აკეთებდით აქამდე მოტოზე. მე მაგათაც რუსთავში რო ვიყავი 4-5 წლის წინ ტრანსპორტერთან ერთად წავედით გადასაღებად და იქ ერთი წრემო ვარტყი, სანამ დავიწყებდით, დაკეტილი იყო ტრეკი, არავინ არ იყო ჩვენ გარდა. დიდად არ გავგიჟდი და არც მქონია მან წასვლის სურვილი მას მერე. უბრალოდ ეხა ეს ვიდეო რომ ნახე, არა კაია, მომინდა მოვედი. ეხა იქაც მომინდა სავარაუდოდ, იქაც ჩავალ. გიძლიათ მიხვიდეთ ნებისმიერი კუბატურის, ნებისმიერი სტილის მოტოთი, კრუიზერების დადიოდნენ, იქ სუპერმოტოების, სპორტების და სტრიტების. აჰა, აქაც მარცხნივ. არა, აქ არ ავდივარ. მარცხნივ. სულ მარცხნივ მარჯვნივ არის ხო მივხვდი. მე მგონი გასაგებია. კაი, მოდი ნუ შენი არე, მე შენს უკან ვივლი რა. კაი, ბიჭო, ინტერკომი რა, კაია თო. ბიჭო, რა მე მსუბუქი მოტო აქვს გაასწორებ და ეხლა რომ დავფიქრდი რა.
აი ეგ რო საერთოდ გამიქრება მაგაზე ფიქრი სად უნდა წავიდე ალბათ მე უფრო მივხვდები რა გაიყოლეთ წყალი ცოტა რავი იქ არ იყიდება არაფერი სამწუხაროდ რამე სნექის თუ გაგისწორდებათ მაგრამ მაგის დრო მგონი არ გექნებათ რამე ქანჩების პატარა სეტი რო აი ეს ელემენტარული რა უნდა გაგჭირდეს მაგრამ მაინც რო ყოველი შემთხვევაში გეგდოთ თუ ორნი მიდიხართ და მით უმეტეს თუ ინტერკომის Bluetooth ყურსასმენი გაქვთ საოცარი კომფორტი არის და ძალიან გაგისწორდებათ და უეჭველი წაიღეთ. პატარა ტერიტორია არის და ეს ინტერკომის რაც ის ფუნქციას დისტანცია ყოფნის რო უპრობლემოდ კონტაქტზე იყოს სულ სადაც არ უნდა მოხვდეთ რაც არ უნდა დაშორდეთ ერთმანეთს. ეგ დახაზული არ არის ლაბირინთებში როგორია რომ შენ თვითონ უნდა დაიმახსოვრო და მე შენი დამახსოვრებული დადიხარ რა. არც ის არის შეგხვდებათ იქ და არც გადაკეტილი არ არის შესახვევები. მე ამაში ძალიან დამეხმარა ეს ინტერკომი, იმიტომ რომ მეგობარსაც ჩართული ქონდა და მოკლედ ხარ მაგას მივყვებოდი ძალიან რომ გამასწრო მე მითხრა მან და შევხვიო იქ წამოდია მოკლედ ინტერკომი გაგისწორდება ძალიან თუ გაქვთ. ნუ თუ არ გაქვთ და იყიდით მე სხვა რაღაცაშიც გამოიყენებთ, მაგრამ სავალდებულო ეგეც არ არის. პატარა ნასოსი საბურავის დასაბერი გაგისწორდებათ პორტატული ძალიან დაუშვა მე ცოტა დაამატორო ნახო ან ბოლოს გაზომო თქვა სიტყვაზე რაღაც პერიოდში რამდენით გაცხელე საბურავის გაცხელების გამო რამდენით მოიმატა წნევა რომ დაახლოებით დააკვირდეთ როგორ შეიგრძნობა საბურავი და ტარება სხვადასხვანაირი წნევით. ეს ძალიან პატარა დეტალებია, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ძალიან გეხმარება რომ რაღაცებს მივხვდე იქ რა. სლაიდერების გარეშე მისვლას დიდად არ გირჩევთ. ჩქარი ტრეკი არ არის როგორც გითხარით 50-60-ით დადიხარ 70-ით, რავი, არ ვიცი, მით უმეტეს თავიდან, რავი, ძალიან ელა დადიხარ. თუ სიტყვაზე სლაიდერი არ გაქვთ რაღაცა პატარა რაღაც რომ მოხდეს უბრალოდ მოტოდაზიანდება საწოდაობაა თქვენ არ მგონია რამე მოგივიდეთ თუ ეკიპირება გეცმევათ კრაშბარები თუ გაქვთ ძალიან მაგარი არის იმიტომ რომ მოტოროც მთლიანად კრაშბარებში ზის ხა ეგეთი პატარა ავარით ცოტა ვიზუალის გამო ვიკავებ თავს თორე ძალიან მესიამოვნებოდა ჩემ მოტოზე კრაშბარები და ეგეთი მოტოთი მანდ მისვლა და რაც ამ ყველაფერს ზემოთ ჩამოვთვლზე უფრო მნიშვნელოვანია დაგჭირდებათ მოტო ეკიპირება AGV Shark-ი, Nolan-ი, CGM-ი, ALM-ი შეგიძლიათ მოხვიდეთ. ძალიან დიდი საზაფხულო ფასდაკლება არის CGM-ის სრულ კოლექციაზე. ვიზორები 50%-იან ფასდაკლებაშია, მოკლედ ძალიან ბევრი კარგი რაღაცის ყიდვა შეგიძლიათ. იმ შემთხვევაშიც კი თუ ახლა ამ წამს არ გჭირდებათ, ამიტომ აუცილებლად ესურვებთ რბოლა. K1S-ები AGV-ის ყველა რო გიждებით. ძალიან მაგარი ახალი ბრენდი Shot-ი, რომელიც არის enduro, ანუ გზოობის მოტოებისთვის. 2025 წლის MXGP-ის ჩემპიონის ბრენდი. რა თქმა უნდა, Fury Gun-ი ყველანაირი ტიპის აღჭურვილობით. ეს არის ალბათ ყველაზე ბიუჯეტური კარბონის ჩაფხუტი მათთვის, ვისაც უნდა რომ თქვათ მაღალი დასვა კონდეს, თუმცა $1,000,000 არ გადაიხადოს. ღირს 1250 ლარის ნაცვლად 600 ლარი. ნუ ბუნებრივია რომ ჩემი ნოლანი ამასთან შედარებით ბევრად უკეთესია, თუმცა ბიუჯეტში არის რა მეგონი სამაგის ხვაობა. ძალიან მაგარი ოფცია არის მათთვის, ვისაც მართლა დასვლა უნდა და დიდი მადლობა ბოლას ჩემი არხის სპონსორობისთვის და ამდენ წლის განმავლობაში გვერდში დგომისთვის. მოკლედ რეკომენდაცია ჩემგან ბოლას, მოდით ბიჭები დაგეხმარებიან, შეარჩიეთ ეკიპი თქვენი უსაფრთხოებისთვის. ნუ როგორც არის რა წესი გრან ტურიზმოში როგორცაა რა. გათამამება მოაქვს მე-1000 წრეს. მაგრამ ის დასაკრობები მინდა უეჭველი რა, ხა რო დავფიქრდი. აი gas tank-ის ისინი რა. მარჯვნივ მოხვევად ბევრად რთულია ვიდრე მარცხნივ. აი ზმა დადის ძალიან საკაიფოდ, აი ჯვარი რო ახატია. შო მორჩი დავედი. ბიჭო, პირველი რასაც შვები აქედან რომ წავალ არის რომ აი ეს უნდა რაღაცნაირად გავაფუჭო რა, უნდა რა ძალიან ახალია რა. ხო და თუ როგორ? დავაი. გაიხარა. შევიდე. ხო. ფანხე. აი აქ სტარტის ხასთან ძალიან უნდა აჩქარდე რა, ეხლა მივხვდი რა. არა, გასწორებით ძალიან ასწორებს გართობა თვითონ რა. გავატაროთ, რო ჩქარდები, მერე გართობის კოეფიციენტიც იმატებს. ესე დაამოხრჭა უკანა საბურავმა. მე кайფებით მაგის დედა.
შარვალი არის მოსათვინიერებელი რა. ძალიან დღევანდელია. შემოხვედი. აი დაგინახე. Короче, შარვალი მაქვს მოსათვინიერებელი რა. ბევრად უფრო მეტად ვიკაიფებ და გავერთობი და მივხვდები ვაფშე რა ხდება რა. აი ეს მოსახვევი მომწონს. აქეთ ამ მოსახვევიც მომწონს. Даже აი ესეც მომწონს. ვახშენი, ესეც. აი ამის იქით რაც ხდება უკვე ეგენი აღარ მომწონს რა. კი, ბაზარი არა. ეს იღებს, ოკეი. VS Coffee. ახლა შეიძლება იმას რომ რატო არ წავშალე ეს ვიდეოები და ესეცია რომ რატო ვდებ საერთოდ. ეს მინდა რომ იყოს ვარჯიშის დაწყებამდე რომ ფოტოები არის ხოლმე, აი ძალიან გამხდები რო არიან და მე 3 წელიწადში რომ ძალიან კუნთები აქვს, დაახლოებით ეგეთი ფოტოსავით მინდა რომ ეს ვიდეო იყოს რა. რავი, თუნდაც 10 სესიის მერე შემორჩი მაგდენ ხანს დავიარე, ან რავი, რაღაცნაირად მოკლედ ნახო, რამე თუ შეიცვალა საერთოდ რა, იმიტომ რომ შეიძლება ვიარო იქ და არაფერი წამოვიდა ისე. ეგ არ ამგონია, ალბათ არავინ არ იქნება მასე რაღაცას მაინც ისწავლი, მაგრამ რაღაც შევადარო, როდის დავიწყო მოხრუჭი, როგორ ჯობია სიარული, სწორად მოხვევა, სადამდე აჩქარდე ხოლმე კონკრეტულ მონაკვეთებში. ძალიან ბევრი წვრილმანი არის, რაც ჯამში გაძლევს უკეთეს რეზულტატს თუ დროს ზომავ, თუ დროზე დადიხარ. რასაც იქ იდეაში ყველა შვება, მაგრამ მანამდე ამ ყველაფერს მინდა რომ ზედმეტი ამვალდებულების და დაძაბულობის გარეშე, უხერხულობის გარეშე, დროზე ფიქრის გარეშე კიდევ უფრო მეტად სხვანაირად გავუშინაურდე, რაც თავარი სიამოვნება მივიღო, იმიტომ რომ ასე მე ყველაფერს ბევრად უფრო კარგად და მარტივად და სწრაფად ვსწავლობ. ამ ამასობაში თუ არ მომბეძ და ძალიან დიდხანს ვიარე, მე თქვენც ნახავთ თქვა, რა როგორ წავა, ამარხზე რა თქმა უნდა ყველაფერს შეულამაზებლად პირდაპირ დავდებ, როგორც ეს ვიდეო დავდე. ამ ვიდეოს თავარი აზრი, ანუ ამ გორაობის თავარი აზრი, რომელსაც ბევრი საერთოდ არ დადებდა. არის ეგ, რომ იქ მისვლა არ ნიშნავს, რომ იქ ავტომატურად ვიღაცას რამე უნდა მოუგო. ჯერ სულ რო ყველაფერი მოუგო, ვინ რა პრიზს მოგცემს მაგაში. მაგრამ მგონია რომ ძალიან ბევრი ადამიანი ალბათ მარტო იმის გამო არ დადის მან და არც მივა მან რომ აი შეიძლება რაღაცა განცდა კონდეს რომ განცდა აქვს რომ აი რაღაც იერარქია დახვდება იქ მარკო ბეცეკი და ხორხე მარტინი დახვდებიან იქ და იმათ უნდა ეჭიდაო და მე იფიქრო რომ აი რაღაც ნოლიდან ეხა რა აზრი აქვს ესენი უკვე სად არიან წასული რა ასე მისვლას მართლა აზრი არ აქვს მთელი მუღამი ეგ არის რომ თავარი მიზანი ეგ არ არის რომ იქ ვინმე რამე ჯილდო დაკიდოს და რაღაც რეიტინგში ჩაგწიროს მან მისვლის აზრი არის პირველ რიგში ის რომ გაერთო და თან რა თქმა უნდა რაღაც ახალი ისწავლო რაც ქუჩაში და ქალაქგარეთაც ძალიან გასიამონებს ძალიან მაგრად გასიამონებს რაც უფრო დრო გავა უფრო მეტად მაგას თუ იზავ შენთვის ჩემთვის არა აი როგორც მაგალითად აი პადელს ხო თამაშობს ხალხი ფოტოში ეხა ძალიან ბევრი თამაშობს პადელს ან ფეხბურთის მოედანს კალათბურთის მოედანს ხო ქირავთ ხოლმე კუსტბაზე და ხო თამაშობთ ხოლმე რაღაც იქ ხო არავინ არ გაძლევთ არაფერი ჯილდოს აქაც ეგრე არის რა არანაირი ლიგაში თამაში და დიდი სპორტის მოლოდინები მიდიხარ ერთობის სწავლობ მეგობრებს ნახულობ ადამიანებს იცნობ თუ გინდა გაცნობა თუ არ გინდა არც მაგას გაძალებს არავინ შენთვის იქნები ერთობის სწავლობ ვითარდები მოდიხარ ეს არის და ეს და დიდი მადლობა ALM-ს რომელმაც ბოლასთან ერთად მილანში ბოლო ვიზიტის შემდეგ იქ-მაზე უბრალოდ თავისი კეთილინებით არც გქონდათ მაგის წარმოდგენა რომ ბოლოს ტრეკზე წავიდოდი მე მგონი ფეხსაცმლის გამო წავედი ფეხსაცმელი რომ მაჩუქეს მაგათმა ეგ იყო მე მგონი მთავარი პროვოკაცია რომ ფეხსაცმელი უკვე მაქვს და მოდი წავალ მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ALM-ს ძალიან დიდი მადლობა VS Coffee-ს ძალიან დიდი მადლობა Jet Media-ს ძალიან დიდი მადლობა ბოლას და პირველ რიგში ყველაზე დიდი მადლობა თქვენ მაყურებლებს. რა ვიცი თუ ვინმე გადაწყვეტთ იქ წასვლას, პარასკევს მივდივართ, პარა რამოდენიმე დღეში სულ და შეხვდებით. თუ ნახავთ და გაგიხარდებათ ჩემი ნახვა, მოდით მომესალმეთ. მე ყოველთვის მიხარია თქვენთან შეხვედრა, იმიტომ რომ ძალიან თბილი და საყვარელი კომუნა ვართ, community და ყოველთვის ასიამოვნოა ხოლმე ჩემთვის რომ ვიგებ რომ ვიღაც მიყურებს და მესალმება. ძალიან დიდი მადლობა, შეხვდებით ლილოზე. დროებით.